მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ორშაბათი დღეა და ტრადიციისამებრ მე ჩემი არხის, როგორც Facebook, ასევე YouTube არხის გამომწერებისთვის ვაზიარებ კვირის არკანის ენერგიას, სადაც ჩვენ გადავხედავთ და გავარკვევთ თუ რა გველოდება ჩვენი რეალობის, სოციალური რეალობის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებში, რაც არის ფინანსები, ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთობები და გაფრთხილება სამყაროსგან. კეთილი. მე აქვე შევახსენებ ჩემს მსმენელს, მე პოსტიც დავწერე ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მალე პირადი კონსულტაცია, დიაგნოსტიკის ფორმატი ძალიან შეიზღუდება, ძალიან შეზღუდვაში ვგულისხმობ იმას, რომ მუშაობა ამ მიმართულებით აღარ მექნება ასეთი ინტენსიური და მთელი ჩემი მუშაობის პროცესი შემეცნებითი მაგიურ ინფორმაციული პროცესებით მთლიანად გადავინაცვლებ დახურულ ჯგუფში მზის კარი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსულტაციის მიღება ერთია, მე ისიც ვახსენე, რომ ჩემთვის ასეთი ფორმატით მუშაობა და მე ყოველთვის გულწრფელი ვარ ჩემს ნათქვამში, აღარ არის საინტერესო. და ისიც ვახსენე, რომ აქ ფინანსები აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის, აღარ არის საინტერესო, იმიტომ რომ უშუალოდ დრო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რესურსია. მესმის, რომ ადამიანისთვის პირადი კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც შეიძლება პირადი კონსულტაცია, რომელიც მხოლოდ კონსულტაციის და ინფორმაციის ფარგლებში თავდება და ადამიანმა უბრალოდ იცის თავისი პროგნოზი, შეიძლება რომ ადამიანმა ფეხ შეცვალოს ყველაფერთან ერთად საკუთარი რეალობა და ტაროს პროგნოზი არ იყოს მისთვის განაჩენი და ტაროს პროგნოზი არასოდეს არ არის განაჩენი, ის უბრალოდ კითხულობს იმ ენერგოინფორმაციულ ნაკადს, რომელშიც იმ მომენტში არის ადამიანი და მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს მსმენელს, რომ ტარო პროგნოზი ეს არის ერთგვარი მონახაზი და გაფრთხილება, რომ თუ კი გარკვეული მიმართულებები, ქმედებები, დამოკიდებულებები არ შეიცვლება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სცენარი ასე განვითარდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ტაროს სისტემაში არის ისეთი არკანები, რომლებიც გარკვეულ მიზეზშედეგობრივ პროცესებს აჩვენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ არის ისეთი მოვლენები, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით, იმიტომ რომ რასაც ვთესთ, იმას ვიმკით. მაგრამ რატომ ვამბობ, რომ დახურულ ჯგუფში უფრო მეტია ინფორმაციული ნაკადი? იმიტომ რომ პირველ რიგში ყოველთვის ვამბობ, რომ დღის არკანის ენერგია ეს არის იდეალური დღის დასაწყისი, რაღაც ისე გამომიდა დალიეთ ჭიქა ყავა, ასეა. იდეალური დღის დასაწყისი, იმიტომ რომ ადამიანმა უკვე იცის ზოგადი ენერგიების ირგვლივ ინფორმაცია და უფრო კარგად და უფრო მეტად გონივრულად განკარგავს თავის დღიურ ენერგიას, რესურს მიმართულებას და ასე შემდეგ. ფაქტიურად დღე გამოშვებით ეს ესეთი არის ფორმატით ვმუშაობ დახურულ ჯგუფში, რომ სულ ნაბიჯი არის ისეთი საჯარო გაშლები, რაც არც YouTube არხზეა, არც Facebook არხზე, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტულად ჯგუფის წევრებისთვის, სადაც ადამიანს იმდენად ნოყიერად ეძლევა ინფორმაცია და იმდენად ნაბიჯ უკვე კარგად მომზადებული ხდება გარკვეულ მოვლენებსა და გარემოებებს, რომ ამას ნამდვილად ვერ მისცემს ერთი წლის დიაგნოსტიკა პროგნოზი, ხო? ეს არის წარმოიდგინეთ ჯგუფში მე ხა გესაუბრებით ღირებულებაზე შეადგენს 25 ლარს თვეურად და ადამიანმა ერთი კონსულტაცია დიაგნოსტიკის საფასურად ძალიან ჩვეულებრივად შეუძლია, რომ ბევრად უფრო მეტი აიღოს ინფორმაციულად, პლუს პრაქტიკებში, პლუს წმენდებში, პლუს სხვადასხვა შემეცნებით პოდკასტებში და ძალიან ბევრ საინტერესო მაგიურ პროცესებში განვითარდეს, იმიტომ რომ ერთია ინფორმაცია მივიღეთ კონსულტაციაზე და მეორე არის, რომ ჩვენი თავის უკეთესი და რეალობის უკეთესი ვერსია შევქმნათ. ამიტომ ვამბობ, რომ ვთქვათ, ფინანსურ ნაწილში, ხო, ხა ადამიანები იხდიან თანხას დიაგნოსტიკაში და ნამდვილად გულწრფელად ვეუბნები ჩემს მსმენელს და მე მიცნობთ უკვე ძალიან კარგად გამიცანით ამ ხნის განმავლობაში, რომ
ძალიან მაღალი პასუხისგებლობის გრძნობით მოვდივარ დღემდე და ასეთივე მაღალი პასუხისგებლობის გრძნობით ვამბობ, რომ ასე თქვენი ფინანსების ვთქვათ, საკუთარ ცნობიერებაში და გაუმჯობესებული შემეცნებითი, მაგიური ყოველდღიური პროცესების ირგვლივ თქვენი ფინანსების გადახდა ინვესტირება დავარქვათ, ხო, ინვესტიცია, მე სწორად ვამბობ, აბსოლუტურად შეუსაბამო სიტყვა, მაგრამ გაგების დონეზე მიხვდებით, ხო, უფრო მეტად გონივრულად მიმაჩნია პირადად მე და ჩემთვისაც უფრო სასიამოვნოა ოჯახთან მუშაობა, ჯგუფის წევრების ჩემი ოჯახია, მე მათ ასე ვუწოდებ, ვიდრე ცალკეულად ვთქვათ, ვისაუბროთ იმაზე, რომ აი ერთი და იგივე სცენარები ძირითადად ხო კონსულტაციებზე ასე ხდება. და ადამიანი მე რა თქმა უნდა მემშვიდობება, მიდის და ერთი წლის მერე ისევ ბრუნდება, ისევ უყურებთ, ან იცვლება რაღაცები ცოტა, ან საერთოდ არ იცვლება, ისევ ის ტოქსიკური დამოკიდებულება საკუთარ თავთან, გარემოებებთან, სამყაროსთან, ისევ ის პარტნიორი, რომელიც ვთქვათ, მისგან ყველანაირ რესურსს და წვენს იღებს ან პირიქით. მოკლედ, არანაირი შეცვლილი რეალობა. მხოლოდ ერთ ბორბალზე ტრიალი. ამიტომ, ვისაც სურვილი გაქვთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ერთი დიდი ოჯახის წევრი გახდეთ, მე გულწრფელად, ყველა გულწრფელ ადამიანს და გულწრფელობაში ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანი პირველ რიგში გულწრფელი საკუთარ თავთან უნდა იყოს და ვისაც ნამდვილად გულწრფელად მუშაობას სურს საკუთარ თავზე და მარტო პროგნოზით არ იფარგლება, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არის ის ჯგუფი, რომელმაც როგორც ჩემი, ასევე ბევრი ადამიანის რეალობა შეცვალა. და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. აი ეს არის ის შესავალი, ჯგუფის ლინკი, დახურული ჯგუფის ლინკი კომენტარებში იქნება. ვინც მოთხოვნას გამოაგზავნით, იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ ჯგუფის ადმინი გამოგიგზავნით მეგობრობას, რომ შედგეს თქვენ შორის დიალოგი, გამოგეგზავნებათ ჩემი კოდური ვიდეო, ჯგუფის საფასური იცით და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შემოხვიდეთ იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც თქვენ ამის სურვილი გაქვთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, სუფთა დამოკიდებულებით, იმიტომ რომ ჯგუფში პარაზიტები, დახურული პროფილები, შემოვიპარე ინფორმაცია გავიტანე, კარგად იცით, რომ ესეთი დამოკიდებულებების მიმართ მსუბუქად რო ვთქვათ, კეთილგანწყობილი არ ვარ. და შესაბამისად, თუ მონასტერში შედიხართ, როგორც იტყვიან, იმ წესებით უნდა შეხვიდეთ, რომელსაც თავად ეს სივრცე გთავაზობთ. კეთილი, ცოტა გრძელი შესავალი გამომივიდა, ახლა კი ვნახოთ. კვირის არკანის ენერგია შევაფასოთ. კვირის არკანის ენერგია შევაფასოთ და ვნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორ ენერგიებში ვიქნებით, ხომ? როგორ ენერგიებში ვიქნებით, რა გველოდება საინტერესო, რა გველოდება მნიშვნელოვანი. მაშასა მე ჩემი გვერდის მსმენელებისთვის ერთი კვირის პროგნოზი. წამყვანი ენერგია ამ ერთი კვირის განმავლობაში როგორი გვექნება? მე არ მუშაობ ამობრუნებული არკანებით, ასე რომ გავასწორებ დასტას. მეორე არკანი გვაჩვენებს, როგორი იქნება ჩვენი ფინანსები ამ ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსური ენერგია როგორი იქნება, როგორი იქნება ჯანმრთელობა. უკაცრავად მეგობრებო, არკანები გამიფრინდა, ერთი წუთით დავიბრუნებ და დაგიბრუნდებით. აშკარად ჯანმრთელობის ნაწილში უკეთესი ცვლილებები მოდის, იმიტომ რომ ხელებიდან არკანები გამიფრინდა. ძალიან კარგი. ჯანმრთელობა როგორი იქნება ერთი კვირის განმავლობაში და როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები ამ ერთი კვირის განმავლობაში. ჯანმრთელობა აქ გვაქვს. პარტნიორული ურთიერთობები ერთი კვირის განმავლობაში. და გაფრთხილება სამყაროსგან. გაფრთხილება სამყაროსგან. ამ ერთი კვირის მანძილზე რას გვაფრთხილებს სამყარო? დავიწყეთ კეთილი გავამზადებ. აი ასე თქვენთვის ინფორმაციას და შევედით ნაკაჩი და ვნახოთ რა ხდება. თავარი კვირის ენერგია მაჩვენე. წარმოგიდგენიათ რა საინტერესოა, არკანის სამართლიანობა.
მე ზემოთ ვახსენე, რასაც დასთეს ადამიანი იმას მოიმკის თქვა არსებობს ტარო სისტემაში ისეთი არკანები, რომლებიც ზუსტად ამ პროცესებს ანახებს და დიახ, თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში მიიღებთ ყველაფერს იმას, რაც დათესეთ. როგორც კარგი გაგებით, ასევე არც თუ ისე სასიამოვნო გაგებით. ხო, ანუ რას ნიშნავს ეს? ყველაფერი ამ ერთი კვირის განმავლობაში და სფეროების მიხედვით მივხვდებით სამართლიანობა რატომ მოვიდა ჩვენთან და რომელ სფეროში როგორ გადაირბენს, ხო? მაგრამ ეს არის ენერგია ჩავდეთ, განზრახვა ჩავდეთ და საითაც გაუშვით ეს ყველაფერი, ზუსტად იმ მიმართულებით დაგვიბრუნდება. ესე რომ მიზეს შედეგობრივი კვირა გვაქვს. ყველაფერი ახლა რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ შემთხვევაში აქტუალურ და მნიშვნელოვან მოვლენებს შეეხება, ყველაფერს მაქსიმალურად ვაკვირდებით. ყველაფერს მაქსიმალურად ვაკვირდებით. ასევე შეიძლება ეხებოდეს ეს ერთი კვირა ისეთ საკითხებს, როგორიც არის იურისპრუდენცია, სასამართლო პროცესები, დოკუმენტები, ხელმოწერა, გაწერა, კონტრაქტების გაფორმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც დოკუმენტაციას და ამის ირგვლივ ინფორმაციას ეხება, ესეც აქტუალურია გარკვეული მსმენელისათვის, მაგრამ მთლიანობაში და რა თქმა უნდა, დოკუმენტებთან დაკავშირებით ასჯერ გავზომეთ და ერთხელ გავჭერეთ და თუ კი ვთქვათ, არის რაღაცა საკითხები, სადაც შესაბამისი ადამიანები გჭირდებათ შესაბამისი კომპეტენციით, ეცადეთ რომ ასეთი ადამიანები მოიძიოთ და საეჭვოდ ხელი არაფერს არ მოაწეროთ, სანამ თქვათ, როგორც იტყვიან, სტროფებს და სიტყვებს შუა არ წაიკითხავთ თუნდაც იგივე ნებისმიერ დოკუმენტსა თუ კონტრაქტს. ეს ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ერთი კვირა გვაქვს, მიზეზშედეგობრივი. აბა ვნახოთ, როგორი იქნება ფინანსები ამ ერთი კვირის განმავლობაში, ექვსიანების პენტაკლები. ექვსიანების პენტაკლები კარგი არკანი არის ძალიან, სხვათა შორის შეიძლება გარკვეულ მსმენელს ვალი დაუბრუნონ, ვისთვისაც ეს აქტუალური, ან თუ კი ვთქვათ, თქვენ გაქვთ ვინმეს ვალი, გირჩევდით რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მოახდინოთ ეს ყველაფერი, ნახეთ სამართლიანობა ამოვიდა და აქაც სასწორი გვაქვს, ხო, როგორც ასეთი მთავარი ატრიბუტი სასწორი, რაც ბალანსს ნიშნავს. კარგი იქნება თუ ფინანსურ საკითხებში, სადმე თუ კი დისბალანსი გაქვთ და გრძნობთ ამ ყველაფერს, მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში რაღაცა ნაბიჯები გადადგათ და დააბალანსოთ. შესაძლებელია იყოს თქვენი დახმარება საჭირო, ამიტომ დახმარებასაც და სიკეთის კეთებასაც ბალანსი უნდა, ეს კარგად ვიცით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას იმდენი მისცეთ და ეს არ ეხება მარტო ფინანსებს, ზოგადად ცხოვრებაში, რამდენსაც იმსახურებს. რამდენსაც ეს ადამიანი თქვენში ენერგეტიკულად თუ რესურსულად თუ ფინანსურად არ აქვს მნიშვნელობა აბრუნებს, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერი დისბალანსი ეს არის ჩემო ძვირფასებო პრობლემა. ხო, ვაგრძელებ. ასევე ექვსიანების პენტაკლებს ვისაუბრეთ, ხო, ბალანსის პრინციპზე. კიდევ რა შეიძლება იყოს? პრემია შეიძლება იყოს. ხო, სხვათა შორის ნახეთ, აქ სამართლიანობა გვაქვს და შესაძლებელია რაღაცა კარგი ინვესტიციის საკითხებიც ჩავთოთ ამ ყველაფერში. ასე რომ ნამდვილად ძალიან კარგი არკანია ამ პროცესებისთვის, რაც ახლა ვიზაზეც ახლა ვისაუბრე, ხო? ურთიერთშეთანხმება და ბალანსი, ეს არის კიდევ საკვანძო სიტყვა ექვსიანი პენტაკლების ამ შემთხვევაში. გადავედით პარტნიორულ ურთიერთობებზე, ხომ სწორია? პარტნიორული ურთიერთობები, პარტნიორულ ურთიერთობებზე მოგვივიდა 4-იანი ხმლების. ხო, 4-იანი ხმლების პარტნიორულ ურთიერთობებზე ვერ ვიტყვი რომ ესეთი ძალიან ბედნიერი არკანია ნამდვილად, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამიანების ხმლებს ჯობია. და ამიტომ შეიძლება იყოს რაღაცა კრიზისულ პერიოდიდან გამოსვლის რაღაცა პერიოდს ხედავდეთ, ხო? რაღაცა როდესაც ადამიანს ცოტა განმარტოვება გინდა, ცოტა შენს თავში ჩახედვა გინდა, შენს სამყაროში დაბრუნება გინდა, შენს რეალობაში ყოფნა გინდა. ანუ ვერ ვიტყვი რომ ხასიათი და განწყობა გექნებათ იმის რომ გადაეშვათ ნებისმიერ შემთხვევაში ყავთ, არ ყავთ პარტნიორი, არ აქვს მნიშვნელობა, გადაეშვათ იმ ყველაფერში, რაც არის ორის ერთად ერთი გულის ფეთქვა, ორი ადამიანის, ხო, ეგ ნაკლებად არის ეს ენერგიები.
ეს პირადი სივრცე, რა თქმა უნდა, თქვენც გჭირდებათ და პარტნიორსაც სჭირდება, ყველა სჭირდება პერიოდულად ტაიმაუტის აღება, რაღაცა თუნდაც რამოდენიმე საათით დღეში, რომ ყველა ადამიანი რაღაცა თავის თავთან, თავის რეალობასთან დარჩეს და შესაბამისად თავის კითხვებზე პასუხები მოიძიოს, ხო? ასე რომ უფრო მეტად მშვიდი ერთი კვირა იქნება. და რაც ყველაზე მეტად მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ, აი თუ კი თქვა თქვენს პარტნიორს მოუნდება რაღაცა ცალკე გასვლა თავისთვის, ხო? მასზე ჩამოკონციალებას, ჯიკაობას, ტუკუს ხო ხელით, თითით, ხო? ტიკებას თუ არ გინდათ. მიეცით ადამიანებს საშუალება, მათ შორის საკუთარ თავსაც, რომ რაღაცეებში დაისვენოთ და თქვათ ბალანსი აღედგენოთ, ხო? დაისვენოთ ასე ვთქვათ, ზედმეტი ემოციური რაღაცა ფონისგან. გავიგეთ ხო? კეთილი, ახლა გადავედით შემდეგი არკანი გვაინტერესებს, ეს არის ჯანმრთელობა. და ჯანმრთელობაზე ამოგვივიდა არკანი მზე. მე ასე ვხედავ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას ყველაზე დიდ ყურადღებას მიაქცევს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ხედავთ, როგორი პრაქტიკულები ხართ ამ ერთი კვირის განმავლობაში, საოცრად. ნახეთ, ადამიანი პედესტალზე დგას, უკან მზიანათებს, ხელში უჭირავს თასი, საისრე და იცის საით მიყავს საკუთარი ჯანმრთელობა, თვით შეგრძნება და ასე შემდეგ. ამიტომ იდეალური კვირა არის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ენერგია ჩადოთ საკუთარი ჯანმრთელობის მოწესრიგებაში. გამოძრაოთ თეძოები, ივარჯიშოთ, მიხედოთ სხეულს, მიხედოთ თვით შეგრძნებას. ნახეთ, მთელი ერთი კვირა გვესაუბრება იმაზე, რომ ავიღოთ ზედმეტი ემოციები აღარ დავხარჯოთ ამ ყველაფერში, მივცეთ საკუთარ თავსაც და პარტნიორსაც იმის, რომ რაღაც ყველა თავის სამყაროში იყოს, ფინანსებზე ვისაუბრეთ და განსაკუთრებული ყურადღება, ეს არის ჯანმრთელობის, საკუთარი სხეულის, ირგვლივ განსაკუთრებული სიყვარული და ყურადღება ამ ერთი კვირის განმავლობაში. კარგია, ყველაფერი კარგად გაუმჯობესებისკენ მიდის. და ახლა ვნახოთ გაფრთხილება სამყაროსგან რა გვაქვს. რა საინტერესოა. გაფრთხილება არის შემდეგი. მეტად დააკვირდით შიდა პროცესებს. გაფრთხილება არის ის, რომ არ დახარჯოთ თქვენი ძვირფასი ენერგია აი ლაი ისეთ არაფრის მომცემი შეხვედრები, არაფრის მომცემი საუბრები, არაფრის მომცემი, ხვდებით ხო? უფრო მეტი კომფორტი და საკუთარ თავთან ისეთი ეგოისტი ერთი კვირაა, ხედავთ საკმაოდ. გაფრთხილება. უფრო მეტად მიაქციეთ ყურადღებას საკუთარ თავს, საკუთარ კომფორტს, არ გააკეთოთ არაფერი, რაც თქვენს სხეულს და თქვენს ცნობიერებას არ უნდა და იხეტიალეთ და იმოგზაურეთ საკუთარ სამყაროში. და შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელოდაც გააკეთოთ. იმიტომ რომ განდეგილი ეს არის მარტო ადამიანი, მარტო ხელა, ხვდებით ხო რას გულისხმობ? ადამიანი, რომელიც დამკვირვებელია, ადამიანი, რომელიც ეძებს ცოდნას, სიმართლეს, ჭეშმარიტებას, საკუთარს, შემეცნებით პროცესებშია და არა ხმაურიან სოციალურ სამყაროში ტაშ თუშებით, ხო არა, ეს არ არის სამიანების თასები, ხო? არა.
ასე რომ ეძიეთ ჭეშმარიტება. შინაგანი თავისუფლება. და გარკვეული საკითხების ანალიზის პერიოდია მშვენიერი, რომელსაც შესაძლოა აქამდე არ უკვირდებოდით, მაგრამ ახლა დაუკვირდებით. დრო მოვიდა, რომ გადააფასოთ და გადაალაგოთ რეალურად ვინ ხართ, რა გინდათ და სად არის თქვენი სამყარო. და იქ ხართ თუ არა, სადაც უნდა იყოთ. მე კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.